ამ ხნის განმავლობაში მოვაგროვეთ 57 მსხვერპლის საქმეში ჩართული 22 მოსამართლის 14 პროკურორის და 91 პოლიციელის შესახებ ინფორმაცია. ესენი არიან ადამიანები, თანამდებობის პირები, რიგითები, რომლებიც ასრულებენ რეჟიმის უკანონო დავალებებს და სისტემატურად არღვევენ პროტესტის მონაწილეების უფლებებს, მათი დაკავების თუ ჩხრეკისას. ერთადერთი პროპორციული ძალა, რაც ჩვენ შეიძლება რეჟიმის ცვლილებამდე მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, არის ჩვენი პარტნიორების დახმარება, რომ მათ დაუმწესდეს შეზღუდვები, დაუწესდეს როგორც სავიზო შეზღუდვები, ისე ფინანსური შეზღუდვები და ამოცანა არის, რომ დავიცვათ პროტესტი. დავიცვათ პროტესტი, იმიტომ რომ პროტესტი არის ის, რაც ქმნის კრიზისის გაცდას ამ ქვეყანაში. სისხლის სამართლებრივ საქმეებს რაც შეეხება მეტნაკლებად სრულად გვაქვს დოკუმენტირებული, თუმცა ადმინისტრაციული საქმეები ეხება ასეულობით შემთხვევაა, ეხება ძალიან ბევრ ადამიანს. შესაბამისად, მინდა მოგიწოდოთ ყველას, ვისაც შეგეხოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა. მოგვაწოდოთ ჩვენ თავისუფლების ინსტიტუტს ან ფედერალისტებს თქვენ საქმეში არსებული დოკუმენტები ან მიაწოდოთ ეს სხვა ორგანიზაციას, რომელიც ასევე აგროვებს. თუ თქვენ მოგეპოვებათ ინფორმაცია ძალადობაში ჩართული პოლიციელის შესახებ და გაქვთ იდენტიფიცირებული დოკუმენტურად ასეთი ინფორმაცია, გთხოვთ ესეც მოგვაწოდეთ და შემდგომ უკვე ეს მოხვდება პრეზიდენტს.